რა სხვაობა ბიორევიტალიზაციასა და ბუსტერს შორის? დღეს მინდა ამაზე პასუხი მოგცეს ჩემმა კოლეგა ინიექციონისტმა ენრიკემ. მოდით მოვისმინოთ მისი აზრი. მე კიდევ ვეცდები გაგიმარტივოთ ეს განმარტება. ენრიკე, აბა დაგვეხმარებ. ბიორევიტალიზაცია და ბუსტერს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. მათი ძირითადი შემადგენელი კომპონენტი არის ჰიალურონის ბჟავა, რომელიც გვაძლევს სრულყოფილ დატენიანებას კანზე. ამიტომ ბიორევიტალიზაციის ძირითადი ფუნქცია არის სახისგანის დატენიანება, ხოლო ბუსტერი, რომელსაც აქვს შემავსებლის ეფექტი, რადგან მას აქვს ჰიალურონის მოლეკულების მაღალი კონცენტრაცია და წყლის მოზიდვის ხარჯზე, როგორც დატენიანებას, ასევე შემავსებელია როგორც ხდება. კარგი, მაშინ მე დავკონკრეტდები, როგორც მე მივხვდი, ასე რომ ვთქვათ, განვმარტივდეთ. საუბარია იმაზე, რომ ბიორევიტალიზაცია ეს არის დატენიანება, რომელიც კანის ღრმა შრეში ხდება და რაც ეხება ბუსტერს, ის არის მეტად კონცენტრირებული, რომელიც ცოტათი ასევე წყლის მოზიდვის ხარჯზე გვაძლევს ჩვენ შევსების ეფექტს, მაგრამ აქვე დავაყოლებ, მე მგონი მართალი ვიქნები ხო, ენრიკე, რომ ეს არ არის ფილერი, ნუ აგვერევა ბუსტერი ფილერთან ერთად, იმიტომ რომ ფილერს სხვა ფუნქცია აკისრია, ბუსტერს კიდე სხვა ფუნქცია.